რუსული ინოვაცია უცნაური ძველი არსება. ქვეყანა რეალურად არაფერს იგონებს. ამის ნაცვლად ის უყურებს რას ქმნიან სხვები და ამბობს, მოდით ეგეც გავაკეთოთ. ოღონდ უფრო ცუდად. და აბარა გასაკვირია უკრაინის საზღვაო დრონები რუსეთის ეგრეთ წოდებული გამომგონებლების უახლეს სამიზნედ იქცა. რუსეთმა დაინახა უკრაინის წარმატება დრონებით შავ ზღვაში, ამიტომაც ააშენა ბაზა და ამ ბაზაში იყო რაღაც, რასაც რუსეთი მართლა ფიქრობდა, რომ საზღვაო ომის ბედს შეცვლიდა. საკუთარი საზღვაო დრონები, რომლებიც უკრაინის ბევრად უკეთეს დიზაინებს უნდა კონკურენციას უწევდნენ. მაგრამ რუსეთს პრობლემა ჰქონდა. საჭირო იყო, რომ თავისი საზღვაო დრონები დაემალა ბაზაზე, რომელიც შავი ზღვის საკმარისად ახლოს იქნებოდა, რათა მათ რეალური გავლენა მოეხდინათ. ეს შეცდომა იყო. უკრაინამ იპოვა ეს ბაზა და უბრალოდ მიწიდან გააქრო რუსეთის მიმბაძველი დრონები. ევპატორიასთან ახლოს მდებარეობს სნეჟნა. ეს ოკუპირებულ კირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის ოსეთის ყველაზე შთამბეჭდავი საზღვაო ბაზა ნამდვილად არ არის. სევასტოპოლი ბევრად უფრო დიდია და სულ ცოტა ხნის წინ იქ იყო განთავსებული შიშის მომგვრელი შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზა. თუმცა სნეჟნა მნიშვნელოვანია, რადგან ის მალავს იმას, რაც რუსეთს სჭირდება. საზღვაო დრონების ფლოტი გაგზავნილია ამ პატარა ბაზაზე, რუსეთის მცდელობის ფარგლებში, რომ შავ ზღვასა და აზოვის ზღვაზე კონტროლი მოიპოვოს. რუსეთს სურს უკრაინის სტრატეგიის გადმოღება. იმის ცოდნით, რომ შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა, რადგან ფლოტის სამხედრო გემები უზარმაზარი სამიზნეებია უკრაინის საზღვაო დრონებისთვის. რუსეთს სურდა ცეცხლით ებრძოლა. ზღვის დრონს ზღვის დრონით. როგორც ყოველთვის ცდილობდა დაეწია და უკრაინის ნამუშევარი დაეკოპირებინა, მაგრამ რუსეთს ეგონა, რომ თუ უბრალოდ შეძლებდა სნიჟნას დაცვას, შეძლებდა ბაზის აშენებას, რომელიც სავსე იქნებოდა საზღვაო დრონებით და მათი გამოყენებით შეძლებდა კონტროლის დაბრუნებას. უკრაინას ამაზე სათქმელი ჰქონდა. 30 ივლისს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, ანუ SF-მა, განაცხადა, რომ რუსეთის ბაზაზე გამანადგურებელი დარტყმა მიაკენა. ტელეგრამზე წარმატების გამოცხადებისას, როგორც მას ხშირად ჩვევია, SF-ის ენერგიულმა მეთაურმა რობერტ ბროვდიმ გაამხილა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი იყო კიროშის ბატალიონის ოპერატორები. კიროშს განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს, ის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ბატალიონია. კიროში მოქმედებს ყველაზე მკაცრი უსაფრთხოების პროტოკოლებით. წევრებს აკრძალული აქვთ ალკოჰოლის მიღება და არ შეუძლიათ არავის უთხრან, სად მსახურობენ ან რას აკეთებენ. მათთვის პოლიგრაფის ტესტებიც კი ტარდება. რეგულარულად ამოწმებენ კიროშის წევრებს და უზრუნველყოფენ, რომ ისინი იცავენ მათზე დაკისრებულ მკაცრ საიდუმლოებებს. ეს საიდუმლოება შედეგს იძლევა. კიროშის საქმიანობის შესახებ მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა მათი ჯგუფის დარტყმების შედეგებს ვხედავთ. მანამდე არასდროს. გეგმის თითოეული დეტალი საიდუმლოდ ინახება და მხოლოდ ცეცხლი და განადგურება, რომელსაც კიროში ტოვებს უკან, აჩვენებს, რას აკეთებდა ბატალიონი. ასე მოხდა სნიჟნაშიც. კიროშმა დაარტყა და კრიმის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო დრონების პორტი დაიწვა. ოპერაციის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. ზუსტად არ ვიცით, რუსეთის რომელი დრონები განადგურდა, თუმცა მალე ვივარაუდებთ. მაგრამ ბროდის დადასტურების გარდა გვაქვს გარკვეული ვიდეო მასალაც. 3 წუთის ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს, რომ უკრაინამ სნიჟნას ბაზის გასანადგურებლად ის გააკეთა, რაც საუკეთესოდ გამოსდის. გაგზავნა საჰაერო დრონები რუსული ინფრასტრუქტურის დასანგრევად. ხელახლა ვხედავთ კადრებს უკრაინული დრონებიდან, როცა ისინი ბაზისკენ მიემართებიან და შემდეგ სხვა სამიზნეებისკენ ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე ხედავთ შედეგებსაც. ხედავთ, როგორ ამოდის რუსეთის საზღვაო დრონების ბაზიდან ალი და კვამლის უზარმაზარი ღრუბლები, რომლებიც ეკრანს ავსებენ. ხედავთ, როგორ ურტყამენ ანგარებს და როგორ ვრცელდება ძლიერი აფეთქებები პორტის გასწვრივ. რაც არ უნდა ცდილობდა რუსეთი აქ დამალვას, აშკარად ცეცხლში გაეხვა და დაკვირვებული მაყურებელი ასევე შეამჩნევს, რომ ვიდეოში რაღაც თითქოს აკლია. რუსული საჰაერო თავდაცვის ცეცხლი. სად არის? არავინ იცის, მაგრამ ვიდეოში აშკარად ჩანს ტრასირების ცეცხლის სრული არარსებობა, რასაც ხშირად ვხედავთ ასეთ კადრებში. და არც ის რაკეტებია, რომლებსაც რუსეთი ჩვეულებრივ უშვებს უკრაინის დრონების გასანადგურებლად. ჩვენ ვერ ვიტყვით სრული დარწმუნებით, რომ კიროში აქვს თავისუფალი გზა რუსეთის ყირიმის საზღვაო დრონების ბაზამდე, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ ვხედავთ იზოლაციის სტრატეგიის შედეგს, რომელსაც უკრაინა 2026 წლის დიდი ნაწილის განმავლობაში მისდევდა. შესაძლოა საჰაერო თავდაცვის ცეცხლი არ ყოფილა იმიტომ, რომ რუსეთს ყირიმში დარჩენილი სისტემები იმდენად შეზღუდული აქვს, რომ მათ ვერ გაიმეტა თავისი საზღვაო დრონების ბაზისთვის. თუნდაც რუსეთს ჰქონოდა თავდაცვის სისტემები, რომლებიც ბაზაზე გაეგზავნა, შესაძლოა მათი მიტანაც ვერ შეძლებოდა. საწვავის კრიზისი, რომელიც ყირიმში უკრაინის იზოლაციის სტრატეგიის გამოა გამოწვეული, რუსეთს ართულებს საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭირო ადგილებში გადატანას, როგორც UKR Informa 14 ივლისს გაავრცელა. შესაძლოა არც კი ჰქონოდა მნიშვნელობა რუსეთს, რომ გაეგო კიროშის ბატალიონის გეგმის შესახებ. დარტყმები ალბათ მაინც მოხდებოდა. შეიძლება ეს არასდროს გავიგოთ. ეს არის კიროშის არსი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ვიგებთ იმის შესახებ, რა, როგორ ან როდის დაარტყამს ეს ბატალიონი, ძალიან ფრთხილად ვრცელდება საზოგადოებაში. და ბატალიონი არასდროს ავრცელებს იმაზე მეც, ვიდრე სურს, რომ სოფლიო მიცოდეს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საერთოდ ვიცით ამ დარტყმის შესახებ, ისაა, რომ კიროსს აშკარად სურდა რუსეთისთვის გზავნილი გაეგზავნა.
შენ ვერ დამალავ შენ საზღვაო დრონებს პუტინ. კიროში იცის სად არიან ისინი და შეუძლია ნებისმიერ დროს დაარტყას. რაც შეეხება იმას თუ რანს დაარტყა კიროშმა სნიჟნაში, ზოგი რამ ზუსტად ვიცით. ვიდეოში ჩანს რომ ანგარები ძლიერად დააზიანეს. სავარაუდოდ ეს ანგარები სავსე იყო საზღვაო დრონებით, რომლებიც რუსეთს საბოლოოდ შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში უნდა გაეშვა. რაც შეეხება იმას თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს დრონები, მხოლოდ ვივარაუდოთ შეგვიძლია იმაზე დაკრდნობით, რაც ვიცით რუსეთის გადამბაძველი პროგრამისა და მის მიერ წარმოებული საზღვაო დრონების შესახებ. შესაძლოა უკრაინამ ორკანები გაანადგურა. ეს პატარა საზღვაო დრონები მსგავსია იმ დრონებისა, რომლებიც უკრაინამ თავდაპირველად შავ ზღვაში გამოიტრენა და მიიჩნევა, რომ ისინი დაახლოებით 100 ლიტრიანი ტვირთის გადატანის უნარს ფლობენ. ან იქნებ რუსეთი კატრანის საზღვაო დრონებს ინახავდა სნიჟნაში. ეს ალუმინის საზღვაო დრონები, რომლებიც ძრავებს მეტალში ახვევენ, როგორც ინფრაწითელი სიგნალის დაფარვის შესაძლო საშუალება, ნანახი იყო კორპუსზე დამონტაჟებული ტყვიან ფქვევებით. ბაბუაწვერა, რომლის სიჩქარე 43 კვანძად და ტვირთან წეობა 600 კილოგრამად არის მითითებული, შესაძლოა სნიჟნაშიც იყო, ისევე როგორც მორანა 300S, რომელიც ძირითადად რუსეთის ვერსიაა, უკრაინის მაგურა V5-ისა. თუმცა ცნობილია, რომ მას ტორპედოებითაც შეუძლია შეიარაღება. უკრაინა კმაყოფილი იქნებოდა სნიჟნაში ამ ტიპის საზღვაო დრონებიდან რომელიმეს განადგურებით. ვინ იცის, შეიძლება ყველა მათგანი გაანადგურა. ერთადერთი გზა რომ გავიგოთ არის თუ უკრაინა დამატებით გაავრცელებს ინფორმაციას ყირიმში რუსეთის საზღვაო დრონების ბაზაზე თავდასხმის შედეგებზე. რუსეთს ეს მწარედ ეთკინა. სნიჟნაში რაც ახლა მოხდა, პუტინისთვის და მისი სურვილისთვის შავი ზღვის არენაზე დაკარგული დომინანტობის აღდგენისკენ სერიოზული დარტყმა იყო. ბაძველები ახლახან გაანადგურეს. მაგრამ სანამ ავხსნით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ ცდილობდა რუსეთი ასე ძლიერ უკრაინას დასწეოდა საზღვაო დრონების სფეროში, გახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ჩვენი ახის კონტენტი, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინებების ჩართვა, რომ ნახოთ კიდევ მეტი ანალიტიკური ვიდეო, როგორიც ეს არის. ეხლა შეიძლება გაიფიქროთ, რატომ უნდა დაეწყო რუსეთს საზღვაო დრონების აშენება საერთოდ. საბოლოო ჯამში რუსეთს ხომ შავი ზღვის ფლოტი ხავს. სანამ პუტინი დაიწყებდა თავის შეჭრას, ეს ფლოტი, რომელსაც როგორც მიიჩნეოდა, 40 საბრძოლო გემი და 7 წყალქვეშა ნავი ჰყავდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად ითვლებოდა რუსეთისთვის. ეს ფლოტი რუსეთს მისცემდა კონტროლს იმ ზღვაზე, რომლის სახელიც ამ ფლოტს ჰქვია, და უკრაინა ვერაფერს გააკეთებდა ამის წინააღმდეგ. რუსეთი თავისი ქედმაღლობით ფიქრობდა, რომ უკრაინა საზღვაო ბრძოლაში არაფერს წარმოადგენდა. რა ჰქონდა მას საერთოდ? რამდენიმე საპატრულო გემი და ნაღმოსანი ხომალდები. ეს არაფერია შავი ზღვის ფლოტის ძლიერებასთან შედარებით. თავისი საბრძოლო გემებით რუსეთი შავ ზღვას გააკონტროლებდა, რაც მის ჯარებსა და ტექნიკას უკრაინაში წყლის გზით მარტივად გადაადგილების საშუალებას მისცემდა. ასევე უკრაინის მცდელობებისთვის ხელი შეეშალა შავი ზღვის წყლებიდან მარცვლეულის ექსპორტზე. ასე იყო დაგეგმილი, ყოველ შემთხვევაში. 2026 წელს კი ვიცით, რომ რუსეთის გეგმა არ იმუშავა. პატარა ქვეყანამ, რომელსაც ფლოტი არ ჰყავს, შავი ზღვის ფლოტი მძიმედ დააზიანა. 2024 წლის ზაფხულისთვის ამ ფლოტის დაახლოებით მესამედი განადგურებული იყო. რუსეთის მრავალი სამხედრო გემი უკრაინის დარტყმებს შეეწირა, მაგრამ უკრაინა ჯერ კიდევ არც ერთი სამხედრო გემი არ ჰყავდა. მაგრამ მას ჰქონდა რაკეტები, როგორიცაა Storm Shadow, რომელიც დასავლელმა მოკავშირეებმა მიაწოდეს. მზარდი საჰაერო დრონების მარაგი და, რა თქმა უნდა, საზღვაო დრონები. ეს დრონები, რომელთა განვითარებაც უკრაინამ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო, შავ ზღვაში თამაშის წესების შემცვლელი აღმოჩნდა. პირველი, რომელმაც ყურადღებამ მიიპყრო, იყო მაგურა V5, რომელსაც შეუძლია 300 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა. და ომის განმავლობაში კამიკაძე თავდასხმები განახორციელა რუსულ სამხედრო გემებს. მოგვიანებით სხვა ინოვაციებიც მოჰყვა. ეხლა Sea-Baby-ს უზარმაზარი სიშორე აქვს 1500 კილომეტრამდე და შეუძლია 2000 კილოგრამიანი ტვირთის გადატანა. მას ასევე შეუძლია ნაღმების ჩამოკრა და შეიძლება გამოიტენონ როგორც დედაგემი საჰაერო დრონებისთვის. Moby Dick-ით. უკრაინას აქვს მოდულური საზღვაო დრონის პლატფორმა, რომელსაც უამრავი სხვადასხვა დანიშნულება აქვს, დაზვერვიდან შეტევამდე. უკრაინას ტრადიციული საზღვაო ფლოტი არ სჭირდებოდა. მას შეეძლო რუსეთის მასიური და ნელი გემების დამარცხება პატარა და სწრაფი დრონით, რომლებიც წარმოუდგენლად რთული დასამჩნევია და სასიკვდილოა, როცა მიახლოდებიან. უკრაინის საზღვაო დრონებმა შავი ზღვის ფლოტი დაამარცხეს. ეს ფლოტი იძულებული გახდა ტრადიციული ბაზა დაეტოვებინა და ახლა რუსული სამხედრო გემები ძალიან იშვიათად ჩნდებიან შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში. რუსეთის მთელი საზღვაო სტრატეგია შეიცვალა და ეს ყველაფერი უკრაინის მიერ ასიმეტრიული მიდგომის სრულ ყოფილა დათვისების დამსახურებაა, რომლის ბირთვიც საზღვაო დრონებია. უკრაინა შავი ზღვის ფლოტით არ შემოფარგლულა. ახლა როცა რუსეთს ეშინია თავისი სამხედრო გემების გაგზავნა იმ ერთადერთ ადგილას, სადაც მათ ომზე ზემოქმედება შეუძლიათ, უკრაინამ თავისი საზღვაო დრონების სამიზნე ეგრეთ წოდებული ჩრდილოვან ფლოტზე გადაიტანა. ივლისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვაო დრონის გამოყენებით შავი ზღვის ნავთობის ტანკერი ალვარო გაანადგურა. ეს დრონები ასევე მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მასშტაბურ იერიშში. ივლისის ბოლოსთვის სამკვირიანი კამპანიის შედეგად 200-ზე მეტი ასეთი გემი გამოუყენებელი გახდა.
ყველა მათგანი საზღვაო დრონებით არ დაზიანებულა, მაგრამ მათგან საკმარისად ბევრი კი დაზიანდა. რაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცა რუსეთს, რომ საზღვაო ომი სულ მცირე უკრაინაში თუ არა მთელი საუკუნის განმავლობაში უკვე შეცვლილია. აღარ აქვს მნიშვნელობა გემების ან ფლოტის ზომას. საზღვაო დრონებმა ყველაფერი შეცვალეს და რუსეთმაც ეს კარგად იცის. ეს ისევ სნიჟნაში გვაბრუნებს. თავად ამ კირიმის ბაზის არსებობა არის რუსეთის აღიარება იმისა, რომ უკრაინა საზღვაო ომში იმარჯვებს. შავი ზღვის ფლოტი თითქმის უსარგებლო გახდა. ეხლა რუსეთის ერთადერთი გზა კონკურენციისთვის არის საკუთარი საზღვაო დრონების შექმნა, რომლებსაც იმედოვნებს, რომ უკრაინის შესაძლებლობებს გაუტოლებს. უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში რუსეთის მიერ უკრაინის სტრატეგიის მითვისება შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებმა დაიწყეს საზღვაო დრონების შექმნა, ისინი ჯერ კიდევ ძალიან ჩამორჩებიან რუსეთს და კიდევ უფრო მეტად უკრაინას. მაგალითად, დანიამ თავისი იალქნიანი დრონები ბალტიის ზღვის დასაცავად გაგზავნა, ხოლო აშშ-მ დაიწყო თავისი უხეში კორსაირის საუდრონის დრონის გამოყენება ირანთან ომში. თუმცა ის ფაქტი, რომ რუსეთი უკრაინას ეწევა, ნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიაში ის დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაზე წინ არის. როგორც საზღვაო სტრატეგიის ცენტრმა მარტის ანგარიშში გააფრთხილა, მოსკოვი ახლა იყენებს მზარდ რაოდენობას ზედაპირული და ღრმა ზღვის პლატფორმებისა, რომლებიც განკუთვნილია დაზვერვისთვის, ზღვის ფსკერზე სამუშაოდ და სამხედრო ოპერაციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმები შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელ მსოფლიოში, მათი ძირითადი ოპერაციული გარემოებია არქტიკა, ჩრდილოეთ ატლანტიკა და ბალტიის ზღვა. ეს ყველაფერი კარგია რუსეთის მომავლისთვის, თუ მას საერთოდ ექნება მომავალი უკრაინის შემდეგ. მაგრამ ეს ამ ეტაპზე ბევრს არაფერს ნიშნავს. არსებობს მიზეზი, რატომაც რუსეთის ზღვის დრონების უმეტესობა შორს მოქმედებს შავი ზღვისგან და ჩვენ სწორედ ეს მიზეზი ვიხილეთ 30 ივლისს. თუ რუსეთს სურს ზღვის დრონების მიმართულებით ძალის გათანაბრების შანსი გქონდეს, ჯერ უნდა შეძლოს ამ დრონების საიმედოდ განთავსება ყირიმისა და უკრაინის გარშემო წყლებში. მას ეს არ შეუძლია. სნიჟნადან ამოსული ალი ამის მტკიცებულებაა. როგორც კი უკრაინა რუსული საზღვაო დრონების ბაზას არ მოაჩენს, მაშინვე უპასუხებს და საკუთარ დრონებს გაგზავნის, რათა ეს ბაზა გაანეიტრალოს. ასე რომ რუსეთის ეგრეთ წოდებული ინოვატორები შეიძლება ცდილობენ უკრაინის მაგალითის გადმოღებას, რათა საზღვაო დრონები მოსკოვში მიიყვანო. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ცდილობენ უკრაინის ქმედებების მიბაძვას, მორიგი სილა ხვდებათ. ეს ბოლო სილა კიდევ უფრო დიდი იყო, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. სნეჟნაიაზე დარტყმა მხოლოდ ივლისის მთავარი მოვლენა იყო, თვეში როცა SFCM 50,109 მიზნე დაარტყა. და ეს იყო იმ დღის მთავარი ამბავი, როცა დარტყმები ბევრად ცდებოდა ყირიმსა და რუსეთის საზღვაო დრონების ბაზას. იმავე ღამეს SEPSIS დრონებმა ასევე დაატეხეს თავს რადიოგამჭვირვალე თავშესაფრები იპეტრის რადარის სადგურზე, იალტაში, რომელიც ასევე ყირიმში მდებარეობს. კიროში იმ დარტყმაზეც იყო პასუხისმგებელი, იტყობინება ევრომაიდანის პრესა. უკრაინამ ასევე გაანადგურა Buk M3-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა დონეცკის ოლქში, როდესაც ის დაბალ პლატფორმაზე გადაჰქონდათ. ასევე განახორციელა შეტევა ოკუპირებულ დონეცკის აეროპორტზე, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი შაჰედის ტიპის დარტყმითი დრონების შესანახად და გასაშვებად. ივანივკაში, ზაპოროჟიეს ოლქში, SEPSIS ნემესისის ბრიგადამ გაანადგურა P-18-ის რადარის სადგური. ამავე ბრიგადამ დაარტყა სოპკაორიის კომპლექსს, ფიოდოროვკაში და ნებოესუ სისტემას რუსკი კოლოდეცში, რომლებიც ახლა რუსეთის როსტოვის ოლქშია. ასე რომ SEPSIS-თვის ნაყოფიერი ღამე იყო. ზღვის დრონების გარდა უკრაინამ კიდევ რამდენიმე რადარი და საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურა, რომლებიც რუსეთის სულ უფრო მცირდებადი საჰაერო თავდაცვის ქსელის ნაწილი იყო. იცით ეს რას ნიშნავს მომავალისთვის? შეიქმნა მეტი უსაფრთხო საჰაერო ტელეფონი და უკრაინიდან სხვა მაღალი მნიშვნელობის სამიზნეებზე დარტყმები თითქმის უეჭველია. SAPS უფრო ძლიერდება. ეს ცუდი ამბავია რუსეთისთვის, თუ ის გეგმავს კიდევ მეტი თავისი მიბაძვით შექმნილი საზღვაო დრონის გაგზავნას ყირიმში. ამის ნახვის შემდეგ შეგვიძლია ერთი უდავო დასკვნა გამოვიტანოთ. უკრაინა შავ ზღვაში რუსეთთან საზღვაო ომში აშკარად იმარჯვებს და სხვაობა ძალიან დიდია. ამ სიტუაციაში რუსეთს მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს, როგორც ეს პუტინის შეჭრის დაწყების შემდეგ ყოველთვის იყო. რუსეთს როგორც ჩანს გონია, რომ ზომას და თითქოს ძალას სტრატეგიაზე მეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინა კი მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ცდება. შავ ზღვაში რუსეთი მზად არ იყო იმ ყველაფრისთვის, რაც უკრაინამ გაუგზავნა. ასე იყო მას შემდეგ, რაც საზღვაო დრონები წამოიწია წინა პლანზე. 2025 წლის იანვარში უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გამოავლინა, რომ რუსეთს ვერაფერი მოუფიქრებია, რითაც უკრაინის საზღვაო დრონებს დაუპირისპირდებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ერთადერთი რეალური თავდაცვა იყო დრონებზე სროლა, იმ შემთხვევაში თუ დრონებს დროულად შეამჩნევდნენ. ისინი ძირითადად იცავენ თავს იმ თავდასხმების ქმებისგან, რომლებიც უკვე უშუალოდ საზღვაო დრონების მიერ ხორციელდება. ამჟამად მათ არ აქვთ არანაირი ეფექტური საწინააღმდეგო საშუალება ან ალტერნატივა, რომ დაარტყან ჩვენ საზღვაო დრონებს. იმ დროს განაცხადა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა. გადავიდეთ 2026 წლის
ზაფხულში. და ეს თემა, რომ რუსეთს არ აქვს რეალური პასუხი უკრაინის საზღვაო დრონების წინააღმდეგ, კვლავაც აშკარაა. ანდრიი რიაჟენკო, რომელიც 2004-დან 2020 წლამდე უკრაინის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე იყო, ამბობს, რომ რუსეთმა ვერ გააცნობიერა, რომ შავი ზღვის ფლოტი წარმოუდგენლად დაუცველი იყო, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ გახდა. როგორც ყოველთვის რუსეთს ეგონა, რომ მხოლოდ ძალა გაიმარჯვებდა. რაც არ გაითვალისწინა იყო ის, რომ მთელი მისი ფლოტი ფაქტობრივად შავ ზღვაში იყო გაჭედილი. რაც ვნახეთ, ეს იყო უკრაინის როშახის მომენტი. უკრაინა არ იყო შავ ზღვაში ჩაკეტილი რუსეთთან ერთად. რუსეთი იყო ჩაკეტილი უკრაინასთან და მის გენიალურ ასიმეტრიულ მიდგომასთან ერთად. სტრატეგია ეფუძნებოდა ისეთი მასიური ძალის განთავსებას, რომელიც ეფექტურად გადალახავდა მოწინააღმდეგეს და მიაღწევდა თავის მიზნებს. მაგრამ ამ ასიმეტრიული მიდგომის წყალობით, ჟენკო აღნიშნავს, რომ ყველა ამ მასიური რუსული გემის კრიტიკული სისუსტე საზღვაო დრონების მიმართ გამოაშკარავდა. ის ამატებს, რომ საზღვაო მიდგომა, რომლის მიხედვითაც რუსეთი 2022 წელს უკრაინას 12 გემს ერთზე უპირატესობდა, იმდენად ცუდად დასრულდა, რომ ახლა სხვაობა 4-დან 1-ზეა და დარჩენილი რუსული გემები ძირითადად ბაზებში იმალებიან, იმ იმედით, რომ დარტყმას არ მიიღებენ. ასე რომ რუსეთი ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ ცდილობს ზღვის დრონებით დაეწიოს, მაშინ როცა უკრაინა შავ ზღვასა და ყირიმს იმდენად აკონტროლებს, რომ შეუძლია რუსული დრონები გაანადგუროს მანამდე, სანამ მათ საერთოდ გამოიყენებენ. და როგორც სახალისო პატარა კოდა არის მინიშნება, რომ რუსეთმა მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოპარა უკრაინას, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაიგო, რატომ მუშაობენ ზღვის დრონები ასე კარგად. 27 ივლისის ანგარიშში The Insider-მა გაამჟღავნა, რომ რუსეთი მუშაობს უზარმაზარ ზღვის დრონზე, რომელსაც შეუძლია 500 მეტრიკული ტონის წყლის გადაადგილება, რაც ფაქტობრივად მას რუსულ სარაკეტო ნავთან მიახლოებული ზომის ხდის. რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ მოსაევი უკვე გამოჩნდა რუსულ ტელევიზიაში, რათა პროექტით დაეტრაბახა. მან არ გაამჟღავნა დეტალები, მაგალითად, რამდენი ეღირება დრონი, ვინ აშენებს მას, როდის გაეშვება, ან როგორ აპირებს რუსეთი მის მართვას. მაგრამ ეს სრულიად რეალურია, მეგობრებო. ენდეთ მასაევს, ეს იქნება პირველი ასეთი ხომალდი, ამბობს რუსი მეთაური. არსებობს მიზეზი, რატომაც უკრაინას მსგავსი რამ არ უცდია. საომარი ხომალდის სომის საზღვაო დრონი უზარმაზარი სამიზნეა, რომელსაც ბევრად პატარა დრონები ჩაძირავენ. თუ ოდესმე შავ ზღვაში შესვლას ეცდება. რასაც რუსეთი ამტკიცებს, რომ აშენებს, არის უპილოტო ვერსია იმ ხომალდებისა, რომლებმაც უკრაინასთან უკვე კრახი განიცადეს. კიდევ ერთხელ, ეს არის რუსეთი, რომელიც იმავე შეცდომას უშვებს, რასაც არაერთხელ უშვებდა უკრაინაში. რუსეთში ყოველთვის ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდია, მით უკეთესია. გარდა ამისა, უზარმაზარი საზღვაო დრონი კარგად გამოიყურება, როცა მას პუტინს წარუდგენენ. თუნდაც ტაქტიკურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს იმ ომში, რომელსაც რუსეთი ახლა აწარმოებს. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ეს მომავალი დრონი, თუ საერთოდ რეალურია, არის ერთადერთი ნამდვილი მაგალითი რუსული ინოვაციის, რომელიც ჩვენ აქამდე ვნახეთ საზღვაო დრონების სფეროში. და იმდენად უაზროა უკრაინის ომის კონტექსტში, რომ შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს კიდეც. ასე რომ კარგი მუშაობაა რუსეთის ფლოტო. სანამ მასაევი საუბრობს საზღვაო დრონზე, რომლის დასრულებაც შეიძლება წლები დასჭირდეს, რუსეთი უყურებს, როგორ იწვის ბაზა, სადაც დრონებია, რომლებიც რეალურად შეიძლება გამოსადეგი იყოს. კიროში ისევ მოქმედებს. უკრაინის უზარმაზარი საზღვაო დრონების უპირატესობა შავ ზღვაში კვლავ რჩება. ამ უპირატესობასთან ერთად მოდის შესაძლებლობა, რომ ყირიმი იზოლაციაში მოაქციონ. რუსეთის მდგომარეობა უკანონოდ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ცუდია, ძალიან ცუდი. პუტინის უდიდესი გეოპოლიტიკური გამარჯვება მის კისერზე ალბატროსად იქცა, რომელიც ღრმად წყლებში ითრევს და დაახჯობს მას. რუსეთი ყირიმის დაკარგვის ზღვარზეა. შეგიძლიათ გაიგოთ როგორ და რატომ თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, კიდევ ბევრი გვაქვს თქვენთვის და კიდევ უფრო მეტი გველოდება მომავალში. გამოიწერეთ სამხედრო შოუ დღესვე, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უკრაინის ომის გაშუქება და მადლობა როგორც ყოველთვის რომ უყურებთ.